რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი ქართული ანსამბლ სალხინოს და კახაბერის და ხანუმების კონცერტით გაიხსნა. კონცერტის დასასრულს რუსთავის გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ სალხინოს ვარსკვლავიც გაიხსნა. რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფესტივალი ღირსეულად გავხსენით ანსამბლ სალხინოს კონცერტით, რომელიც იყო ძალიან ემოციური თითოეული რუსთაველისთვის. დღევანდელი დღე დასრულდა სწორედ მათი ვარსკვლავის გახსნით. დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში ჩვენ საზეიმო გახსნაზე თავი მოიყარა 10,000-ზე მეტმა რუსთაველმა, იყო საზეიმო განწყობა და რაც თავარია იყო ყველაზე ქართული ემოციები იმ ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან, რომელიც წარმოადგინა სალხინო. დღეს გახსნა იყო სოლო კონცერტი გქონდა. ეს დასაწყისია და მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო ყველა მონაწილეს, ქორეოგრაფს, ბავშვებს და თვითონ რეგიონებიდან საიდანაც ჩამოდიან ამდენი ანსამბლები. მოხარული ვართ რომ ამ ფესტივალზე მონაწილეობთ. მონაწილეობა მივიღებთ და მივიღებთ კიდევ მონაწილეობას ბევრჯერ, იმიტომ რომ ყოველთვის გვიხარია ესეთი კარგი კეთილი საქმის მხარდაჭერა, რაც ხელოვნებას და ხელოვნების განვითარებას ეხება.